ნანასთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ რადიო მედიის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 14 საათი 24 წუთი გახლავდა ჩვენ სტუდიაში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელს ქალბატონ ნანა კაკაბაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ქალბატონ ნანასთან ერთად ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოვეხმაურებით და ქალბატონ ნანა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და დღესაც ასე იყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობა, რომელიც ამჯერად 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და კონკრეტულად აგვისტოს ომის თემაზე მუშაობდა. ახლაც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიის საქმიანობა და ამ თემაზე გთხოვთ კომენტარს, მაგრამ მოდით ჩემ კითხვას თავიდანვე ორ კითხვას გავაერთიანებ და თქვენ დაგითმოთ სასაუბრო დროს. მე მინდა შევახსენო რადიო მსმენელს, რომ საპარლამენტო კომისიის საქმიანობის ფონზე თქვენმა ორგანიზაციამ ერთიანი ნეიტრალური საქართველო შეიტანა საკითხი პროკურატურაში, რომელიც ეხებოდა უკვე ნაციონალური მოძრაობის სამთავრობო პერიოდის დასრულების შემდეგ აქტივობებთან დაკავშირებით და მათი ქმედებები რამდენად შეესაბამებოდა კონსტიტუციას და ასე შემდეგ. იქ ამ თემაზეც ბევრი გვისაუბრია და ერთი თუ შეიძლება რომ გითხრათ კომენტარი თქვენი შეფასება საპარლამენტო კომისიის თუნდაც დღევანდელი სხდომისა და მეორე მხრივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა ხდება პროკურატურაში, გრძელდება თუ არა კიდევ გამოკითხვა თქვენი წარმომადგენლებისა და იქ რა ეტაპზე ხართ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებული კომისია, მაგრამ მაინც ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს კომისია შეიქმნა, რომელსაც რა თქმა უნდა მეც დიდი იმედით შევყურებ და ალბათ ყველაზე მეტად იმედით ამას შეყურებენ ის დაზარალებული ადამიანები, ვისთვისაც ეს კომისია უნდა მუშაობდეს და მჯერა რომ სწორედ ამ ხალხის ინტერესებისთვის იმუშავებს ეს კომისია უპირველეს ყოვლისა. როგორც კი ამ კომისიის ამუშავების საკითხი დადგა, ჯერ კიდე არ იყო შემდგარი კომისია, ჩვენთან ჩვენს ოფისში გაჩნდა უამრავი ხალხი და ზარები, რომლებიც ძალიან დიდი მოლოდინით არიან ამ დიდი მოლოდინები აქვთ ამ კომისიის მიმართ და მეშინია რომ ისე არ მოხდეს ეს მოლოდინები ამ ხალხს არ გაუცრუდეს. ერთის მხრივ დაზარალებული საზოგადოებისგან, ანუ 9 წლიანი რეჟიმისგან დაზარალებული საზოგადოებას გულისხმობ არის დიდი მოლოდინი და დიდი იმედები და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ეს დაფინანსებული თუ ანგაჟირებული მედია საშუალებები თუ ოპოზიციური სპექტრი ცდილობს ამ ყველაფრის ნიველირებას, ტალახის შესხმას და ისეთ გაბაიბურებას, თითქოს ეს არის მხოლოდ უпростоრეთ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშწორება და სხვა არაფერი დატვირთვა ამას არ აქვს. აი ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა ამოვიდეთ რა არის რეალობა. კარგი იქნება თვითონ აი ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუსვან ეს კითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარებენ თუ არა იმას, რომ 9 წლიანი რეჟიმის დროს იყო სისტემური დანაშაულებები და ეს სისტემური დანაშაულებები იყო მრავალი მიმართულებით, მათ შორის ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქონების წართმევა, სისტემური იყო ადამიანების თვალთვალი და მიყურადება, გაკულაკება საზოგადოების, ეს იყო თუ არა პროკურატურის და სასამართლოს დამორჩილება, დამონება, იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული და აი ამაზე გასცენ ჯერ პასუხი ამ ადამიანებმა, იყო თუ არა ეს მართლაც სისტემური. იმიტომ რომ საზოგადოების დიდ ნაწილს რომ მართლაც 12 წელი გავიდა ხო ამ პროცესებიდან რაც ქართული ოცნება მოვიდა და 2003 წლიდან 12 წლამდე კიდე 9 წლიანი პერიოდი იყო ხალხს და რაღაცნაირად დაავიწყდა ეს ან არის თაობა რომელსაც არც უნახავს და არც გაუგონია ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, წამოვიდა აი ახალგაზრდებს ძირითადად მე ვფიქრობ რომ ეს ეპატიებად ის ქუჩაში დგომაც და ასე შემდეგ ვთქვათ ეპატიებად თვათ ისე იქცევიან რომ თვათ საპატიებელი ეს ფორმები არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საპროტესტოდ გამოსვლის ლეგიტიმაცია შეიძლება მიანიჭო, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა რეალურად არ იციან რა ხდებოდა.
აქედან გამომდინარე ხელისუფლების ვალდებულება მარტო კომისიის შექმნა კი არ არის და თეატრულ ოკეანზე ყველაფრის აკიდება არამედ ის რომ მათ უნდა მოახერხონ საზოგადოებამდე მიიტანონ ის რეალობა რასთანაც ქონდა საქმე და რასთანაც გვაქვს დღეს საქმე ეს უნდა მიიტანონ და ამას უნდა უზრუნველყოფდნენ და ტელევიზიები და არა ის რომ იქ იჯდნენ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ერთი და იგივეს გვესაუბრებოდნენ არამედ საზოგადოების წარმომადგენლები უნდა ყვებოდნენ უნდა ток-შოუები გაიხსნა სადაც იქნება დისკუსიები და საუბრები იმასთან დაკავშირებით რა გაიარა ქვეყანა რა შეიძლებოდა მომხდარიყო ქვეყანაში და როგორ გადარჩა ქვეყანა ბეწვზე როგორ გადარჩა გადაჩეხვას მაგრამ იმ ადამიანებმა რომელიც ემსხვერპლა ამას ეხა ბუტარო ბაქიძეს ვერავინ გაუცოცხლებს დედამის ვერც ვაზაგაშვილებს ვერავინ გააცოცხლებს და ვერავის ხო ვერც გიორგის გაუცოცხლებენ ზერეკიძეს მამას და ასე შემდეგ ამათ არაფერი ეშველებათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები რომლებმაც განიცადეს ზიანი დღეს ცოცხალი არის და შეიძლება მათი ზიანის ანაზღაურება და მათი დახმარება იმათ აუცილებლად უნდა გაეწიოთ დახმარება და ერთადერთი ლეგიტიმური გზა ეს არის სწორედ ის რომ მოხდეს ამ კომისიის მიერ შესწავლა ამ პრობლემების ამ საკითხების იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით რომ ყველა საქმეს თავისი ხანდაზმულობა აქვს უმეტეს საქმეებს ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული და სწორედ პარლამენტში შექმნილმა კომისიამ არა მარტო უნდა მოისმინოს და საზოგადოებას მოასმენინოს რა ხდებოდა ეს ჩვენ ისედაც ვიცით გადასარევად და შეიძლება კომისიაზე კარგათაც არამედ უნდა შექმნას მექანიზმები იმისათვის რომ ამ დაზარალებულ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი უფლებების აღდგენა რომელიც ქართულ ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაპირდა საზოგადოებას რომ მოვალთ ხელისუფლებაში რეჟიმს გავასამართლებთ და სამართლიანობას აღვადგენთო მაგრამ კი ბატონო გავიგეთ ეს deep state იყო თუ ომის პარტია იყო თუ რა იყო და კიდე სხვა კოაბიტაცია წოდებული ეს კოაბიტაციაც ხო იქიდან მოდიოდა გავიგეთ ეს ყველაფერი და მივიღეთ და კი ბატონო მოვითმინეთ მაგრამ დღეს როდესაც უკვე ხელისუფლებას ხელფეხი გახსნილი აქვს და აქვს იმის შესაძლებლობა რომ თითოეული დაზარალებული ადამიანის პრობლემას მიხედოს და მოუაროს თუნდაც მას გასული ჰქონდეს ხანდაზმულობის იურიდიული ვადები რომ ამ ვადების აღდგენა უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს ის რომ ყველა დამნაშავემ რომელიც ბედავდა მონაწილეობა მიიღო იმ სისტემურ დანაშაულებებში რომელიც ქვეყანაში ხდებოდა ჩამოუთვალე და აღარ გავიმეორებ ყველა პირმა უნდა აგოს სისხლის სამართლებრივად თუ პოლიტიკურად ვის რა დანაშაული მიეუძღვის უნდა აგოს პასუხი და რაც მთავარია დაზარალებულმა ხალხმა უნდა მიიღოს თავიანთი კომპენსაციები. მესმის პრობლემა რომ ჩამორთმეული ქონებები მეორე და მესამე პირებზე არის გადაყიდული დიდი ნაწილი. ლოგიკ ჩამორთმეულ ქონებებს უკვე სახელმწიფო ისინი აქვთ ობიექტებად არის ქცეული და სხვა დატვირთვა აქვთ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მონახოს ფორმა და ეს თქვენ ახსენეთ რომ ჩვენი მიერ შეტანილი პროკურატურა შეტანილი განცხადებაც ახსენეთ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ სანამ ეს მოხდებოდა ჩვენ 2012 წლიდან მიუმართეთ პარლამენტს ჩავატარეთ სპორტის სასახლეში ღონისძიებაც სადაც მოვითხოვდით რომ რეჟიმი უნდა გასამართლეს სამართლიანობა უნდა აღდგეს და იმ პერიოდში ჩვენ ვთარგმნეთ და წავიღეთ პარლამენტში მაგალითები როგორ მოხდა სხვა ქვეყნებში რეჟიმების გასამართლება და როგორ მოხდა აი ამ დაზარალებული ხალხის კომპენსაციების გადახდა ეს ბიუჯეტის ხარჯზე კი არ მოხდა იქ გაიხსნა ბანკები სადაც აი ეს პირები ვინც აზარალებდა და აზიანებდა საზოგადოებას აი ამ რეჟიმების დროს იმ ადამიანებს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ აი თქვენი მუხლი ითვალისწინებს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობას ან რაღაცა რასაც ითვალისწინებდა და თქვენ თუ ამ თქვენს მიიყენებულ ზარალს ანაზღაურებთ და ამ ფონდში ეს აისახება რომ თქვენ გაგინახევრდებათ სასჯელები შეღავათები გექნებათ ის კი არა რომ ციხიდან
აღიშვებთ და არაფერს არ მოიხდით იმის გამო. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული შეღავათები გექნებათ თუ თქვენ ამას აანაზღაურებთ და აბსოლუტურად აი ჩვენს მიერ ნათარგ და მიტანილ იმაში მასალებში დევს რომ აბსოლუტურად ყველა დაზარალებულმა იქ ნახა თავისი სარგებელი და თავისი უფლებები აღიდგინა, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოხდა ეს უცხო ქვეყნის მაგალითებზე დიახ, უცხო ქვეყნის მაგალითებზე, სადაც რეჟიმების გასამართლება მოხდა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა შეიმუშაოს ასეთი ფორმები და ამ ადამიანებს ახლა ხაზარაძეზე არის ხო ამ ჯემალ ლეონიძის საქმე იყო, რომელ საქმეშიდაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი გელა ნიკოლაიშვილია ჩართული და ის იყო ამის ადვოკატი. ადამიანს ყველაფერი წაართვეს, საცხოვრებელიც კი არ დაუტოვეს. კაცი ბიზნესმენი იყო და ათასობით ობიექტს ფლობდა და საცხოვრებელი არ დაუტოვეს დღეს და ასეთი ადამიანების, ესე იგი, მხოლოდ ტელევიზორში გაყომოყვანა კი არ არის საჭიროა ღონისძიებების ჩატარება და ამ ადამიანებს დღეს ხაზარაძე იქნება თუ სხვა რო ეძლევა საშუალება რომ ეს ქილიკით მოიხსენიოს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მოიხსენიოს, ხო? აი იქ რო დაიბარებდა, რო ეტყვი რომ აი შენ, აი ეს ზიანი გაქვს მიყენებული ამ კონკრეტული პირისთვის. აი ეს ზიანი გაქვს მიყენებული ამ კონკრეტული პირისთვის და გელის ესა და ეს სასჯელი. ან ანაზღაურებ, ან წახვალ ციხეში. მაშინ ასეთი ტონით ვერ ისაუბრებენ და ვერ ილაპარაკებენ. დღეს ერთის მხრივ თითქოს ეს კომისია შეიქმნა, მაგრამ მეორეს მხრივ არ ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომ ამ ესე ვთქვათ დადებითი მოვლენით დაზარალებულმა ადამიანებმა სერიოზულად ესე ვთქვათ ნახონ კომპენსაცია. ანუ თქვენი აზრით ერთია პოლიტიკური შეფასებითი ნაწილი, რომელიც რაღაც დახვეწილ ასე ვთქვათ თუ საბოლოო ფორმას მიიღებს საკომისიო საგამოძიებო საქმიანობის შემდეგ კომისია იტყვის როგორც ბოლო სიტყვა და დოკუმენტად იქნება პოლიტიკური დოკუმენტი და ალბათ გამოდის მაშინ შეიძლება მომდევნო ნაბიჯი იყოს სწორედ ამ პოლიტიკური შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შემდეგ უკვე კონკრეტული кейსები აიღონ და იქ ადამიანებთან მიმართებაში კონკრეტულად დაზარალებული ვინც იყო ამ ხაზარაძის დაზარალებულები ის იმათი კომპენსაციები უნდა გადაახტევინონ ამ ადამიანს და უთხრან რომ აი შენ აი ამდენი წელი გელის ციხე და ამის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გაგინახევროთ თუ რაც ჩართულია საჭიროდ ის და ასეთნაირად უნდა დაელაპარაკონ თორემ მობრძანდი კომისიაში ართული ლეგიტიმურად თუ ართული შედალოცვილო აბა არჩევნები დანიშნეო როგორ გაეუბნები არალეგიტიმურ ხელისუფლებას ადამიანები არჩევნები ნახეთ ქალბატონო ახლა რაც საგამოძიებო კომისიის საქმიანობა დაიწყო ბევრს ვისაც ქონდა რეალურად ეს სირთულე გამოვლილი რასაც ქვია მათი ბიზნესის წართმევა ოჯახის წევრების იძულებით ხელმოწერა იმ დოკუმენტზე რომელთაც სხვაზე გადააფორმეს იქ ვიღაცები ოჯახის წევრებით შეეწირნენ ამბავს ფიზიკურადაც და იყო ეს ფაქტები სამწუხაროდ და ახლა მე რაც მომისმენია თქვა ირიბი საუბრები რომ აი ოჯახის წევრს ქონდა პრობლემა ახლა ამდენი წელი გავიდა მართლა წაართვეს არის ასე თქვა ასეთ საუბარი თქვა წაართვეს იმ ეპოქაში ოჯახის წევრი დაზარალდა ზოგადად ოჯახი ბიზნესი წაართვეს დაკარგა და ახლა რომ მივიდე აზრიც არ აქვს იმიტომ რომ ის ბიზნესი იმის მერე ორჯერ სამჯერ სხვის ხელში გადავიდა და ფორმალურადაც კი რთულია კვალს მივაკვლიოთ მე ხლა ასე ვთქვათ უტრირებულად საუბრობ და ხანდაზმულობად შეიძლება რაღაცაზე მოქმედებდეს თუმცა მეორეს მხრივ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე რასაც თქვენ ამბობთ კონკრეტული ადამიანების თუ ფინანსური არა მორალური ზიანის გარკვეულწილად ანაზღაურება და ამ ყველაფრის გამოსწორების ბერკეტების ამოქმედება ალბათ ეფექტიანი იქნება საზოგადოებაში იმ წუხილის ამოსავსებად რაც ქვია იმ ეპოქაში მათ მიერ განცდილი ზარალი და სირთულეები სწორად ხვდები? დიახ, თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ეს ბიზნესები მათ გადაფორმებული აქვთ იმ ხელისუფლებას ნაციონალურ რეჟიმს გადაფორმებული აქვს სხვებზე უკვე და რა თქმა უნდა იმას მეორე და მესამეც არის გადაყიდული რა მნიშვნელობა აქვს ვიზია გადაფორმებული შენ ვინც იყო წამართმევი და ვინც ეს პირველი ნაბიჯი გააკეთა იმას კი არ უნდა მომთხოვო მესამე და მეოთხე პირს თუმცა ეს ბიზნესები ყველა თავის ხალხზე აქვს გადაფორმებული და დღეს აი ხა საპროტესტო დღეს კი არა ნუ აი ამ პერიოდში საპროტესტო ისინი რომ მიმდინარეობდა 120 დღიანი თუ რაღაც რომ მიმდინარეობს დღესაც ქუჩებში ხო იქ რო ნახოთ გაფიცული ბიზნესები რაც კი მთავარი ბიზნესებია ყველა ამათი ყოფილა ხო ფაქტია და ეს რა საიდან მოდიოდა რა მამა პაპიდან მოძდევდათ ბაბუ
ვებმა დაუტოვეს თუ რა ეს წაართვეს იმ შემოქმედე ხალხს რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს დროს შეძლოდა თავისი სიტყვა თქვა ბიზნესში წაართვეს იმას და თავიანთ ხელში მოაქციეს და აკუმულირება გაუკეთეს მთლიანად ამას მე ის კი არ მაინტერესებს მე-5 და მე-6 კაცს და ან თვითონ იმას ვისაც წართმეული აქვს ვის მიყიდა ნაციონალურმა მოძრაობამ თუ ფორმალურად ვიზე გადააფორმა თავარი არის ვინ წაართვა იმას უნდა იმაზე პირველი ვინც იყო ამის ჩამდენი იმას უნდა მიადგე და მე ის მიადგება იმ ბიზნესებს რომელიც გადაფორმებული აქვს მესამე მეოთხე პირებზე და ის თვითონ მონახავს როგორ დააბრუნოს ეს თანხები და როგორ ესე იგი აუნაზღაუროს დაზარალებულებს ანუ შენ იმას კი არ უნდა მისტიროდე რომ ვაიმე სამჯერ გადაყიდულია და კანონი ამას პირველი ვინც იყო ვინც პირველად ეს პირველი ნაბიჯი გადადგა ქონების უკანონო წართმევისა იმას უნდა მიადგე იმას უნდა მოთხოვო და იმან იზრუნოს მე ეს ვისი ზურგიდან ამოიღოს იმიტომ რომ ის არის თავისი გადაფორმებული თავისი მიცემული და თვითონ არის იმაზე პასუხისმგებელი დააბრუნებენ სხვათა შორის თქვენმა იმედის ფლობელმაც ილაპარაკა რომ ისაო იმედზე რომ მოხდაო მისი იმედის გადაფორმება სულ არ შემხვედრიაო ვისიც იყო უგულავასთან ხონდა და იმასთან საუბარი და სულ არ ქონია საუბარი იმაზე ვიზედაც იყო იმედი გადაფორმებული ანუ თავარი ის კი არ არის ვიზია გაფორმებული თავარი ის არის რეალურად ვინ იყო ამისი შემოქმედი იმას უნდა მოსთხოვო პასუხი და მე ვფიქრობ რომ თუ აი ამ მიდგომით წავა ხელისუფლება მოხდება ამ დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენა ისე რომ არც საზოგადოება არ იზარალებს იმიტომ რომ ბიუჯეტმა რო დაიწყოს ამისი გადახდა ჯერ ერთი საქართველოს ბიუჯეტი ამას ვერ აწევს ეს იმხელა ზიანი იყო მიყენებული თავის დროზე ხო ჩვენ რო ვლაპარაკობთ დღესაც კი პროკურატურაში 10,000-ზე მეტი ბიზნესმენის საჩივარი დევს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უჩივის იმაზე, რომ ბიზნესი ქონდა წართმეული, ეს ვინც იჩივლა, ვინც საერთოდ არ ჩათვალა ჩივილი საჭიროდ და ის რომ იფიქრა, რომ მაინც რა აზრი აქვს და მერე უკვე, როდესაც დრო გავიდა, აღარც უფლება ქონდა, რომ მიემართა, კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მე ვიძახი რომ 10,000-ზე მეტი ბიზნესმენი რომ ამას თხოვლობს. ეხლა წარმოიდგინეთ ამისი ანაზღაურება, ეს რა ბიუჯეტი გაუძლებს. ამიტომ თვითონ ამ ადამიანებს იმაზე პიჯაკებზე მასამართლებენ რო იძახის მიშა სააკაშვილი. პიჯაკები აი ეგ უნდა დაადო ვალებად აი ის რა ქონებაც წაიღეს და რა ქონებაც წაგლიჯეს საზოგადოებას. ეგ უნდა მოთხოვო და მაგაზე უნდა უთხრა რომ შენ ხარ პასუხისგებელი აი ამ სისტემურ დანაშაულებებზე და ამაზე უნდა აგო პასუხი და ასევე კიდევ ვიმეორე პირველი პირები ვინც იყვნენ ვინც პირველად შეეხო ამა თუ იმ პირის ქონებას უკანონოდ და ჩამოართვა იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი და მე იმან იზრუნოს ამას როგორ და რა ფორმით დააბრუნებს თუ უბრალოდ სახელმწიფო ვალდებულია მექანიზმების შექმნას ისე როგორც საზღვარგარეთ ასეთ ქვეყნებში შეიქმნა ბანკები და იმ ბანკებში არიცხინებდნენ ამ თანხას ის ხო ხელიდან ხელში არ გადასცემს და ჩაარიცხინონ ამას და როდესაც სახელმწიფოს აღწერილი ექნება რომ აი ლეონიძე ამით დაზარალდა ვიღაცა კიბროწაშვილი ამდენით დაზარალდა მე აქედან მოხდება ამ თანხებით ამ თავისივე აი ამ ნაციონალური მოძრაობის ეხლა მიტინგებსა და მანიფესტაციების ხაჭაპურებში რო ხარჯავენ იმ თანხებს მე ეს დაზარალებული ხალხის ქონებების ანაზღაურებას მოხმარდება და მიეცემა მართლაც ისეთი გზა ამას როგორიც უნდა მიეცეს აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს არის პარალელურ რეჟიმში გასაკეთებელი კომისია ძალიან კარგია და ზუსტად ვიცი თეატრულუკიანი ამ კომისიის მუშაობას როგორ წარმართავს და რამდენად კვალიფიციურად და ღირსეულად მაგრამ პარალელურად ეს თუ არ გაკეთდა რომ ამ ხალხის უფლებებიც აღდგეს ეს იქნება ნახევრად გაკეთებული საქმე და მე იმედი მაქვს რომ ამაზეც მალე იზრუნებენ იფიქრებენ და სწორედ ეს იქნება მათთვის ყველაზე მძიმე პასუხისგებლობის საკითხი ხა დღეს ეს ციხეები აღარ აგვაქვს ხო ჩვენ რაც სააკაშვილის დროს იყო რომ 25 კვადრატულში 52 ადამიანი ვიჯექითო ჯემალ ლეონიძე რო ყვებოდა ვიჯექით კი არა ვიდექითო ხო ჯდომის საშუალებაც იქა
და მაშინ ციხეების ამ სააკაშვილის ციხეების დროს პატიმრები იძახოდნენ რომ ადრეო პატიმარი იძახოდა რომ ციხეში ვიჯექიო და დღეს უკვე ეს ტერმინი უნდა შეიცვალოსო რეალობითო და ციხეში ვიდექიო აი ეს მდგომარეობა იყო და ფეხების რა ვიცი დაზიანებით სისხლძარღვების დაზიანებით და ამით ხო ყველა იყო დაავადებული აი ეს მდგომარეობა აღარ არის ამ ციხეებში და შენ რას ეუბნები ხა 4 და 5 სკლავიანი სასტუმროების ტიპის იმაში მოგათავსებთ ახლა როგორც მიშა სააკაშვილია კიდევ მოთავსებული ისეთ კლინიკაში სადაც ჩვეულებრივი ადამიანი ანალიზების გაკეთებასაც ვერ ახერხებს ხო იქ რო ყავთ მოთავსებული ეს ხო ის ციხეები არ არის რითაც ახლა შეიძლება ამ ადამიანებს დაემუქრა ამათვის ყველაზე სერიოზული მუქ არ არის ის რომ რაც მოიპარე აი დააბრუნე ვინც დააზარალე იმას ზიანი აუნაზღაურე აი ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი მათთვის და ამითი უნდა დაიწყო და მერე უკვე ის ციხის წლები იქნება იმასთან ჯილდო იმათთვის როდესაც აი ამას გადაახდებინებ რაც მათ მოიპარეს და წაართოს აი ამ ნაწილში რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ ერთი არის თუთ საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაფუძნებით ამ მიმართულებით გაგრძელებას ითხოვთ, მაგრამ მეორეს მხრივ რომ დაუბრუნდეთ იმას, რაც თქვენ ნაწილშია, თქვენ მიერ წამოყენებული საკითხი პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობითი პერიოდის შემდგომ ეპოქასთან დაკავშირებული. პროკურატურაში მიმდინარე ამ საქმის ფონზე ამ ნაწილთან მიმართებაში, რაც თქვათ თუ ამ ლოგიკას გავყვებით ქონების გადანაწილებასთან და ბიზნესების გადანაწილებასთან დაკავშირებით თქვენს ნაწილში შეიძლება თუ საქმე გაგრძელდება რაღაც დამატებითი გარემოებები გამოჩნდეს რომ ამ კუთხითაც კონკრეტულ ამბებზე მუშაობა განავრცონ ან განავითარონ პროკურატურის წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, იცით რა არის ამ ყველაფერს ყველა სიტუაციას დაემთხვა ისეთი დრო და ისეთი მომენტი აღმოჩნდა რომ ეხლა ყველანაირი თუ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება რომ სამართლიანობა ამ ქვეყანაში აღადგინოს, ყველაფერი დაემთხვა ის რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც დღემდე იბრძვიან იმისათვის რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და მიმართავენ პროკურატურას არის თუ სხვას და ცდილობენ დაეხმარონ იმ დაზარალებულ ადამიანებს რომლის უფლებები აგერ 2025 წლამდე ვერ აღდგა და არ აღდგა ხო 2012 წლის მერე გულისხმობ 13 წელი ვერ აღდგა დაეხმარონ ამ ადამიანებს შენც აგაგის მსოფლიო სიტუაცია ხელისუფლება რო ხარ რო შეიცვალა ეს რა ქვია ფაშისტური ლიბერალური ბატონობა ქვეყანაში და არის იმის შესაძლებლობა დღეს წნეხი აღარ არის ისეთი არაკანონიერი წნეხი რომელიც აქამდე იყო ქვეყანაზე რომ კოჰაბიტაცია გაიძულონ იქ კრიმინალების გამოშვება გაიძულონ ანუ ხელფეხი გახსნილი გაქვს მეტნაკლებად იმისათვის რომ ის შენი დანაპირები 2012 წლის დანაპირებს გულისხმობ და მე მგონი ყველა შემდგომ არჩევნებზეც იგივე დანაპირები ბოლო არჩევნებზეც კი ამდენი წლის შემდეგ ამდენი წლის ნუკა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხო მართლაც ყველანაირ საზღვრებს ცდება ეს დაპირებები, იმიტომ რომ თუ აღარ აღასრულებ ამ დაპირებებს, შენ საერთოდ პერსპექტივა არ აქვს რო ხელისუფლებაში. მეორეს მხრივ, რამდენად არის მოთხოვნილება საზოგადოებაში, რომ ამდენი წლის შემდეგ მორიგ არჩევნებზე ისევ ეს გზავნილი მუშაობს და არის ერთ-ერთი რის გამოც ასე ვთქვათ ხარდაჭერაც იყო. ხო, აი ეგ არის რომ რა ხდება, მე მგონია რომ ქართული ოცნების ერთადერთი ყველაზე სერიოზული გამარჯვების ფორმულა არის ის რომ ოპოზიციაში არის ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ყველაზე სერიოზული გამარჯვების ფორმულა, მე ასე ვხედავ, იმიტომ რომ საზოგადოება არ საარჩევნო კუყუთთან რომ ამომრჩეველი მიდის, იქ აბსოლუტურად სხვა რაღაც იღვიძებს, იცით, აი ამ ჩვენ ალბათ ამომრჩევლებიც გვისმენენ და რომ მიდიხარ, ყველაზე მეტად სტაბილურობის განცდა გჭირდება რომ ხმას აძლევ. შენ თავთან რჩები, რომ აი შენ აკეთებ არჩევნაზე რა გინდა ერთადერთი სტაბილურობა და მეორე რომ შიში რისიც გაქვს ის რო არ მოვიდეს ხო აი ესა და მე ვფიქრობ რომ ადამიანების აი ეს 1,200,000 ადამიანის გადაწყვეტილება ამან მოიტანა რომ აქეთა მხარეს არსებობდა ისეთი საშიში ძალა რომელმაც ეს არჩევანი გააკეთებინა კი ბატონო ბევრი რამ გააკეთა ქართულმა ოცნებამ ნამდვილ
ადვილად, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობისგან და ბევრი რაღაც ისეთი რაც საზოგადოების ინტერესებში იყო, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა და არჩევანი არ გაკეთდებოდა ქართულ ოცნებაზე, იქით ამ ხარეს რო არ ყოფილიყო ეს მონსტრი ძალა. მე ესე წარმომიდგენია დღესაც და მე მგონი ყოველ არჩევნებში აქეთკენ სულ რო სატანები იდგნენ და იქითკენ ნაციონალური მოძრაობა სატანა გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ისეთი გაიარა ქართულმა საზოგადოებამ 9 წლის განმავლობაში. ისეთი გაიარა ქვეყანამ დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით დამთავრებული პიროვნული ღირსების შელახვით და განადგურებით, პირის განადგურებით, რომ სხვა არჩევანს ვერ გააკეთებს ქართული საზოგადოება, სანამ ეს მეხსიერება, ეს მძიმე მეხსიერება აქვს ერს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირად ისეთი მომენტია დღეს საქართველოში, ის რომ ჩვენ მივმართეთ, ის რომ კომისიაც შეიქმნა, ეს ყველაფერი ისეთნაირად წარიმართა, რომ არის შესაძლებელი სოფლიო, რაც თავარია სოფლიოში მიმდინარე პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ ყველანაირი შესაძლებლობა დღეს არის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და დაზარალებულებმა თავისი უფლებები იპოვონ და აღიდგინონ. გასაგებია. მადლობა ქალბატონ ნანა, ამასობაში ჩვენი საეთრო დროც ამოიწურა. ქალბატონი ნანა კაკაბაძე იყო ჩვენი სტუმარი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელთან. ჩვენი დიალოგი რადიო იმედის Facebook გვერდზე აიტვირთება. დროებით. დროებით.